შეიცვლება თუ არა ამერიკის უარყოფითი დამოკიდებულება ოცნების მიმართ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ. სენატორები, კონგრესმენები და ამერიკელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ახალი ადმინისტრაცია ივანიშვილის პარტიისთვის შესაძლოა ახალი თავისტკივილი გახდეს. ამერიკის ხმასთან ინტერვიუში სენატორები ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი და ტიმ კეინი შეშფოთებას გამოთქვამენ ოცნების ქმედებების გამო, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისგან აშორებს. ჩვენ საქართველოსი ბოლო დროს იმედგაცრუებულნი ვართ და იმედი გვაქვს, რომ საქართველოში მცხოვრები ხალხი აიღებს კონტროლს და გააკეთებს იმას, რისი გაკეთებას ჩვენ გვგონია, რომ მას სურს. და რომ ის გახდება უკეთესი დემოკრატია, დასავლეთისკენ მიმართული დემოკრატია. სამწუხაროდ საშუალება არ მოგვეცა მოსმენისას საქართველო განგვეხილავ. ვფიქრობ, ეს ის საკითხი, რომელიც მომავალში უნდა განვიხილოთ. წარდგენილია რამდენიმე კანონპროექტი საქართველოს შესახებ და ვისურვებდი, რომ შეგვძლებოდა მათი წინა სესიისას დამტკიცება, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ შევძელით. ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ საქართველოში ყველა დემოკრატიული ნორმის წაშლით. ეს ძალიან გვაწუხებს. ჩვენი კომიტეტის წევრები, რომლებიც ევროპაზე არიან ფოკუსირებულნი, ამ თემაზე ხშირად საუბრობენ. და ეს უკუსრულად ძალიან შემაშფოთებელია. კონკრეტულად რა უნდა იყოს ამ ადმინისტრაციის პოლიტიკა, რომ ეს შეაკავოს და ეს ქცევა შეზღუდოს, ამას მომავალში ვიხილავთ. ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და ტრამპის თანაპარტიელი კონგრესმენი ჯო ულსონი ამბობს, რომ მან უკვე მიაწოდა ინფორმაცია არჩეულ პრეზიდენტ საქართველოში არჩევნების გაყალბების შესახებ. მე ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ რესპუბლიკელები და დემოკრატები მტკიცედ იდგებიან ქართული ხალხის გვერდით. მე თვითონ ძალიან მოხარული ვარ, რომ ვავრცელებ ინფორმაციას საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შესახებ. ისევ და ისევ ჩვენ გვსურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში. ნამდვილად არსებობს მსგავსება. სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოს ოჯახი თავად გამოიქცა კომუნისტური ქვეყნიდან. მას კარგი აღქმა აქვს იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ქონა. და მასზე უკეთესი სახელმწიფო მდივანი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ასახალისებლად ვერ გვეყოლებოდა. იგივე სიტყვი დონალდ ტრამპზე, რომელიც ის ადამიანია, ვისაც მთელ მსოფლიოში სურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მე პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. მივეცე ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, ის ამას იკვლევს. მაგრამ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვთაგვაგონებს ქართველი ხალხი, რომელიც მშვიდობიან პროტესტს აგრძელებს და ითხოვს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს. პრეზიდენტ ტრამპისთვის პრიორიტეტია, რომ მსოფლიოს ქვეყნები ატარებდნენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საკუთარი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალ ადმინისტრაციას საქართველოს შესახებ მტკიცე პოლიტიკას უტოვებენ. მისი შეფასებით მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისა და ქართული ოცნებისთვის დაფინანსების გაყინვისა საკუთარი ბედი საბოლოოდ მაინც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ვფიქრობ, ჩვენ ახალ ადმინისტრაციას ძალიან მტკიცე პოლიტიკას ვუტოვებთ. ჩვენ გავყინეთ ყველანაირი დახმარება. 95 მილიარდ დოლარზე მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის. დავასანქცირეთ საქართველოს მთავრობის ბევრი ოფიციალური პირი ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მონაწილეობისთვის, რაც პროტესტის და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას ეხებოდა. ჩვენ დავასანქცირეთ ამ რეპრესიების წამყვანი არქიტექტორები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია საქართველოს არა მხოლოდ შიდა ორიენტაციის, არამედ მისი საგარეო პოლიტიკის შესახებაც, რომელიც უფრო ემსგავსება რუსეთისა და ჩინეთის საგარეო პოლიტიკას. ასე რომ ჩვენ ახალ გუნდს ეს სიტუაცია ამ ადმინისტრაციისგან ძალიან მრავალფეროვანი ქმედებების ნაკრებით გადავეცით. საბოლოოდ კი ცხადია, საკუთარი ბედი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. სენატორ რუბიოს, რომელიც მომავალი სახელმწიფო მდივანი იქნება, ესმის ურთიერთობა რუსეთსა და ჩინეთს შორის და საფრთხე, რომელსაც ეს ორი ქვეყანა ქმნის. ჩემი მოლოდინია, რომ ის მკაფიოდ გაიგებს, რა ხდება საქართველოში და სანქციების მომხრე იქნება. ასევე იქნება ალბათ მაიკ ვოლცის შემთხვევაშიც, რომელიც ეროვნული უშიშროების მრჩეველი უნდა იყოს. კონგრესი კი ახლა ორპარტიულად მიმართულია იქითკენ, რომ მტკიცე ნაბიჯები გადადგას. ჩვენ გვყავს წარმომადგენელთა პალატის წევრი კონგრესმენი ჯო ულსონი, რომელიც მართლაც აღმაფრთოვანებლად ლიდერობს საქართველოს მხარდაჭერას და სანქციებისა და ახალი არჩევნების თაობაზე მხარდაჭერის გაძლიერებას. ჩვენ მაკ-კეინის ინსტიტუტიც გავაძლიერებთ თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნებისკენ მოწოდებას. ცხადია, მხარს ვუჭერთ ქართული ხალხის უფლებას თავად გადაწყვიტოს საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური მომავალი. საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი. ჩვენ მკაცრად გვმობ ძალადობა საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების, დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას წინააღმდეგ. ეს არის ქართული ოცნების რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ქვეყანას იზოლაციაში დატოვებს, წერს მილერი სოციალურ ქსელში.
განცხადებას ავრცელებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ საქართველოს იმ მოქალაქეების სასამართლო პროცესებს, რომლებიც დაკავების ან პატიმრობის დროს სავარაუდოდ პოლიციამ სცემა ან მათზე იძალა და ადამიანების მიზანში ამოღება გამოხატვის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებების სარგებლობის გამო ძირს უთხრეს საქართველოში სამართალს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. კითხულობ საელჩოს განცხადებაში, რომელიც მათ Facebook გვერდზე გავრცელდა. ოცნების მისამართით მწვავე განცხადებები ისმის ევროპარლამენტიდანაც 5 ევროპარლამენტარმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ტექსტში დაგმობილია ძალადობა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, მათ შორის ყოფილ პრემიერზე გიორგი გახარიაზე თავდასხმა. ჩვენ ვდგავართ მშვიდობიანი მომიტინგეების გვერდით, რომლებიც 50 დღეა ყოველ საღამოს აწყობენ დემონსტრაციას საქართველოს ქუჩებში საკუთარი ქვეყნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის. საქართველო მრავალი წლის განმავლობაში იყო ევროატლანტიკური მისწრაფებების ჩემპიონი. ამ არჩევანის მიმართ ხალხის უდიდესი მხარდაჭერით. ეს არ შეცვლილა, რაც შეიცვალა არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ უარყო ქართველების მომავალი და თავსაც კი აღარ აჩვენებს თითქოს საქართველოს ევროპული დემოკრატია სურს. ჩვენ ვდგავართ იმ პოზიციაზე, რომ ამჟამად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არის ქართველი ხალხის ნების ერთადერთი აშკარად ლეგიტიმური წარმომადგენელი. ჩვენ არ ვაღიარებთ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რადგან ის იყო გაყალბებული და არ იცავდნენ დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე უნდა დასანქცირდნენ. ამასთან გამოდიან მოწოდებით შეჩერდეს ევროკავშირის საქართველოს ასოცირების საბჭო და საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს, რომელიც ხალხის ნებას გამოხატავს. ჩვენ მტკიცედ მოუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს პერსონალური სანქციები დაუწესონ ყველა იმ პირს, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიის უკუსვლაზე, კერძოდ ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს. ინდივიდუალურ წევრ სახელმწიფოებსა და შესაბამის რეგიონულ ორგანიზაციებს მოუწოდებთ თავი არიდონ ქართული ოცნების თვითგამოცხადებული ოფიციალური პირების აქტიურ ლეგიტიმაციას და ამასთან დაკავშირებით მოუწოდებთ შეჩერდეს ევროკავშირის საქართველოს ასოცირების საბჭო. სასწრაფოდ მოუწოდებთ ვადამდელი არჩევნებისკენ, რომლებიც გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში ჩატარდება. მართული იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ფართო საერთაშორისო დაკვირვებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ნამდვილად თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ქართველი ხალხის ნებას წარმოაჩენს. განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი ლაგოდინსკი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსკი, საქართველოს საკითხებში ევროპარლამენტის მუდმივ მოქმედი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე და საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანტონიო ლოპეს ისტურის ვაიტი. ქართული ოცნების პროპაგანდას ეგრეთ წოდებული Deep State-ის შესახებ სოციალურ ქსელში დღეს ხუმრობით გამოეხმაურა ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი. მისი თქმით, ევროპარლამენტი როგორც Deep State-ი მომავალ კვირას განიხილავს საქართველოში არსებულ სიტუაციას. ის ეხმიანება გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმას და ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაკავებას. ქართული კოშმარის პროპაგანდის აბსურდულობა უკვე არავის აკვირვებს. მათი საბჭო დაემუქრა დიდ ბრიტანეთს, რომ რეჟიმის დასანქცირებით ისინი Deep State-ის დონეზე დაეცემოდნენ, სადაც უკვე არის უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი. ამ სიაში ვერ გაბედეს შეეყვანათ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც ივანიშვილის როგორც რუსეთის აგენტის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციები დააწესა. ალბათ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ აქვთ ტრამპის მხარდაჭერის იმედი, რა თქმა უნდა ფუჭად. ქართული კოშმარი ასევე გაერთიანებულ სამეფოს ასწავლის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საფუძვლებს. ვფიქრობ, კარგია, რომ ამ სიაში ვართ. ევროპარლამენტი მომავალ კვირას განიხილავს სიტუაციას. როგორც Deep State-ი შევეცდებით ამ მომრჩეველს იმედები არ გავუცრუოთ. შესაძლოა ჩვენს შემდეგ აღმასრულებელი ხელისუფლება საბოლოოდ გამოფხიზლდეს, როგორც ევროკავშირში, ასევე წევრ ქვეყნებში. გამოვუცხადოთ სოლიდარობა გიორგი გახარიას, ზვიად ქორიძეს, ზია ამაღლობელს და ქართული კოშმარის მიერ დევნილ ყველა სხვა ქართველს. დღესვე სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა შვედეთის პარლამენტის წევრმა გუსტავ გეტბერგმა. მისი თქმით, შვედეთ საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შეწყვეტოს ყველა კონტაქტი საქართველოს პარლამენტთან. ჯგუფი ეწინააღმდეგება ახალი პრეზიდენტის არაკონსტიტუციურ დანიშვნას და მოუწოდებს საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, წერს გეტბერგი X-ზე.